დაბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად ბატონი ზაზავაშიძე შემოგვიერთა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ მოგზავნით. გვაინტერესებს დღეს რა ვითარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენ როგორც ვიცით მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვეთ და საინტერესო კოლექტივი როგორ შეხვდათ. ხო, თუმცა შემდეგ ნებათაღელვა მოყვა ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა რა სიტუაცია ესეც საინტერესოა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა გითხრათ დავიწყო იმით, რომ დღეიდან უკვე ოფიციალურად კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეს სახელი ამ ინსტიტუტს დაარსებიდანვე ჰქონდა. შემდეგ ცენტრად გადაქცევის პერიოდში ეს სახელი წაერთვა, ასე ვთქვათ. და ეხლა კვლავ დაუბრუნდა. დღეს მოვიდა სწორედ ჩვენთან ბრძანება პრემიერ-მინისტრისა 20 ივლისის დათარიღებით, რომელიც ითვალისწინებს რეორგანიზაციას და აქვეა აღნიშნული, რომ მას დაუბრუნდა კორნელი კეკელიძის სახელი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ნებათაღელვას მოყვა ნებათა ჩაცხრომა, ასე ვთქვათ, ბუნებრივი და ლოგიკურია. განსაკუთრებული იქ არაფერი არ ხდება, თუმცა არის რასაკვირველია ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რაც მოხდა. დღესაც უკმაყოფილოები არიან და ვიცით რა ნაბიჯებსაც გავენ, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ახლა მათი ასეთი მოქმედება. პრინციპში ყველაფერი წესრიგშია, თუ არ ჩავხლით იმას, რომ ნებათაღელვა მანამდე იქნება, სანამ არ ჩატარდება კონკურსი, სანამ არ დამთავრდება რეორგანიზაცია, ეს ყოველთვის თანხმდებია. რას გულისხმობს რეორგანიზაცია? თქვით, რომ დღეს მიიღეთ უკვე ბრძანება, რომ უნდა დაიწყოს. რეორგანიზაცია არის სტრუქტურული, პრაქტიკულად ის არ ეხება ჩვენს თანამშრომლებს. აქ არ იქნება არავითარი რევოლუციური ცვლილებები ან რაღაც შემცირებებთან არ გვაქვს საქმე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ დაუბრუნდით განყოფილებების სისტემას და დეპარტამენტები გავამსხვილეთ, ანუ ნამდვილად რეორგანიზაცია ხდება. წინა პერიოდში იყო რამდენიმე დეპარტამენტი, მაგრამ ეს რამდენიმე დეპარტამენტი პრაქტიკულად იყო ყოფილი განყოფილება. ჩვენ ახლა მოვახდინეთ არ შეიძლება იყოს დეპარტამენტი ჩემი აზრით და იყოს დეპარტამენტში 4 თანამშრომელი. დეპარტამენტი ცოტა უფრო მსხვილი სტრუქტურული ერთეულია და ჩვენ აი გავამსხვილეთ. გვაქვს ახლა 3 ძირითადი დეპარტამენტი, რომელშიც თავის მხრივ შედის რამდენიმე განყოფილება. ანუ ყველა მიმართულებას ყავს თავისი დეპარტამენტი. სამეცნიერო ძირითადი ნაწილი, რომელშიც რამდენიმე განყოფილებაა გაერთიანებული. ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი დეპარტამენტი ეს არის ხელნაწერთა დაცვის დეპარტამენტი, რომელშიც ასევე რამდენიმე განყოფილებაა და არის ასევე იცით არის ასეთი ტერმინი გამოყენებითი მეცნიერება, applied scientists. აი არის ასეთი დეპარტამენტი, რომელსაც ქვია საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების და საგანმანათლებლო პროექტების დეპარტამენტი. აქ თავს იყრის საგამოფენო განყოფილება, საგანმანათლებლო პროექტები საერთოდ, უცხოეთთან ურთიერთობა, პროგრამების განყოფილება და ეს ერთიანდება ერთ დიდ ბლოკში, რომელსაც აი ამ დეპარტამენტის სახელწოდება აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მივიღეთ თანხმობა სამინისტროსი და ეს გავატარეთ, რომ მთავარ სამეცნიერო დეპარტამენტს, მაინც დეპარტამენტის სახელწოდება რომ არ ჰქონდეს, მას დაერქვა ინსტიტუტი, ხელნაწერმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც დეპარტამენტია პრაქტიკულად, მაგრამ ინსტიტუტის სახელი ეწოდება მას და იქ დასაქმებულია ძირითადად ყველა ის მეცნიერი, რომელიც ხელნაწერზე მუშაობს. შესწავლაზე ვიცი, რომ ადგილმდებარეობას იცვლის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და გადადის ეროვნული ბანკის შენობაში. ლეონიდის ქუჩაზე. ვაპირებთ, იცით რა, თუმცა იყო საუბარი, რომ ტაძრის გვერდზე უნდა ყოფილიყო, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. არა, ეხლა ახალი შენობის აშენებაზე აღარ არის ლაპარაკი. ლაპარაკია უკვე არსებული, ოღონდ რასაკვირველია ისეთი ძეგლი, სადაც შეიძლება ჩვენი ძეგლების გადატანა, ასე ვთქვათ, პირობები უნდა შეესატყვისებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხელნაწერი კი არ უნდა მიუსადაგოთ სივსე უნდა მიუსადაგოთ ხელნაწერის დაცვას და მის შენახვას და შესწავლას. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია აუცილებელი იყო ისეთი შენობის ნახვა, რომელიც ამ პირობებს დააკმაყოფილებდა. არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ დავიკავოთ ეს არაჩვეულებრივი შენობა, ეროვნული ბანკის შენობა, რომელიც თავის მხრივ კულტურის ძეგლია, არქიტექტურის ძეგლია, მაგრამ ეს სრულებით არნიშნავს იმას, რომ
ის მზად არის რომ მიიღოს ხელნაწერი და მიიღოს ასევე მეცნიერ თანამშრომლები და ადმინისტრაციას. იქ საჭიროა რასაკვირველია რაღაცა ცვლილებები იქნება საჭირო, შემდეგ უკვე ადაპტაციის პერიოდისთვის რაღაც გადაკეთება, გადმოკეთება. ცხადია. მთავარი არის ის რომ იქ არის რამდენიმე საცავი, რომელთაგან 2 ნამდვილად შეიძლება მომავალში გამოვიყენოთ. მაგრამ დამატებით საცავის აშენებას ალბათ საჭირო იქნება. ეს უკვე არქიტექტორების საქმეა. ისინი ნახავენ შენობას, შეისწავლიან შენობას. იქ არის რაღაც მინაშენი, რომლის შეიძლება მონგრევაც გახდეს საჭირო და ახალი 1 ან 2 სართულიანი შენობის აშენება. ვიმეორებ, მე ამაზე არ მინდა გადაწყვეტით ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის ინჟინერის, კონსტრუქტორის, არქიტექტორის საქმე, რომლებიც ამას შეისწავლიან და ღრმად უნდა შეისწავლონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და ეს მართლაც ასეა, მე შევხვდი რამდენიმე არქიტექტორს და მქონდა მათთან საუბარი, რომ აქ უნდა მოხდეს 2 რამ. ერთი, რომ ძეგლი აღდგეს პირვანდელი სახით, ანუ თავად ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, უნიკალური შენობა პირვანდელი სახით, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად მიმსგავსებული ის რაც იყო და პლუს მოხდეს ისეთი სივრცის აშენება თუ საჭირო იქნება კიდეც, რომელიც აი ჩვენ დღევანდელ თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. საექსპოზიციო სივრცეა ხო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? საექსპოზიციო სივრცე უნდა გითხრათ რომ არის, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ რომ ეროვნული მუზეუმი მოიცავდა, ეროვნული ბანკი მოიცავდა მუზეუმს, ფულის მუზეუმს. ისე რომ ეს ფულის მუზეუმი ასევე რეკონსტრუქციის შემდეგ პირდაპირ შეიძლება ასე ვთქვათ ჩავთვალოთ რომ გვაქვს საექსპოზიციო სივრცე, გვაქვს საკონფერენციო დარბაზი, გვაქვს საბიბლიოთეკო დიდი სივრცე, გვაქვს 8 საცავი. მე როცა ვთქვი რომ 2 საცავია, მე ვიგულისხმე აი დღეს რო შეიძლება მათი რეკონსტრუქცია დაიწყოს და იქ განთავსდეს ეს უნიკალური ჩვენი ყოველ შემთხვევაში ერთი ყველაზე დიდი საცავი ქართულ ხელნაწერთა საცავი. თუმცა ამ საცავსაც დაჭირდება ვიმეორებ რეკონსტრუქცია და მის რეკონსტრუქციას ბატონმა პრემიერმა ბრძანა ეს ჩვენ უნდა ეს მივანდოთ უცხოეთიდან ჩამოსულ ალბათ სპეციალისტებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვს სწორედ ამ მიმართულებით. სამუზეუმო და საარქივო საცავების მშენებლობა, ან მათი რესტავრაცია, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ რომ ეს არ არის მხოლოდ სივრცე წაიღე, შეიტანა და დადე ხელნაწერი. ამას უნდა ნორმები დაცვის, აქ არის კლიმატური კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ არის ყოველწუთში უნდა დაითვალო ტენიანობა როგორია, განათება როგორია და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი ეს ტექნიკის უახლესი მიღწევების კვალობაზე უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, იქ არსებული 2-3 საცავი ამისთვის გამოდგება. დანარჩენი საცავები გამოდგება, ჩვენ ბევრი დიდი ციგნის ფონდი გვაქვს, ბიბლიოთეკაა დიდი, ისე რომ ასე ვთქვათ გამოუყენება ეს სივრცე ბუნებრივია. სივრცე, მაგრამ შესაძლებელია რომ 1 ან 2 საცავისთვის კიდევ აშენდეს არც ისეთი დიდი შენობა, მაგრამ აი სწორედ აი ამ მოთხოვნების გახარისხება. კონკრეტულად ამ მიზნისთვის, სადაც იქნება სამკითხველო დარბაზი, საქმე იმაშია რომ ერთ-ერთი მთავარი პირობა რომ ხელნაწერმა, როდესაც ის გამოდის საცავიდან და მიდის თქვათ მკვლევარამდე, მან არ უნდა იმოგზაუროს ბევრი ასე ვთქვათ, დიდი გზა არ უნდა გაიაროს და არ უნდა გაიაროს ეს ტემპერატურული ცვლილებები, აი ამ სამკითხველოში სხვა არის, საექსპოზიციო დარბაზში სხვა არის, საცავში ეს ძალიან აზიანებს ხელნაწერს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი უნდა გათვალისწინებული. ერთი სივრცე რომ ვიმეორებ რაღაცა არის სპეციალური ურიკები თქვენ მოგეხსენებათ რომ მან ასე ვთქვათ იმოგზაუროს ისე რომ არავითარი დაზიანება არ მიიღოს. ახლა გისმენთ და ვგრძნობ რომ ძალიან და ვფიქრობ და მეგონი მეთანხმებით რომ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმის განხორციელებას ატარებთ. აი ამ პროექტების და გეგმების საქმის კურსში თუ არიან თქვენი თანამშრომლები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და რა დოზით არიან ჩართულები ბუნებრივია? რასაკვირველია საქმის კურსში არიან, უბრალოდ მე ჯერ არავის არ უნახავს ეს შენობა და არ დაუთვალიერებ, იმიტომ რომ იქ განთავსებულია რამდენიმე სამინისტრო. იქ არის შერიგების სამინისტრო ერთი, მეორე დიასპორის სამინისტრო, იქ არის კრიზისებისა და უსაფრთხოების სამსახური, იქ არის საჯარო მეგონი ასე ვთქვათ საჯარო მოხელეთა
ბიურო, იქ არის ეკონომიკური საბჭო, ეს დროებით შესახლებული, ასე ვთქვათ, ორგანიზაციები და ეხლა იქ შესვლა გამოსვლა, არც თუ ისეთი ადვილი საქმეა. მე რასაკვირველია, დღეს ჩვენ გქონდა სწორად საუბარი ინჟინერ-კონსტრუქტორებთან, რომლებიც თანახმანი არიან, რომ უკვე რამდენიმე დღეში დაიწყონ შესწავლა შენობის, მაგრამ ამისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომ იქ შევიდნენ და ცხადია ნებართვა პირიქით მათ მთხოვეს, რომ ჩვენი თანამშრომლები, ვინც დიდი ხანია მუშაობს ცენტრში, ვინც იცის ჩვენთვის აუცილებელი პირობები, რომ ისინი პირიქით მათ მრჩეველები იყვნენ, ისე რომ ჩართულობა ცხადია იქნება, იქ არავინ არ აპირებს უსვათ ვიღაცის აყვანას და გადაყვანას და იქ დასმას, იმიტომ რომ ყველამ უნდა შეისწავლოს ყველა სფერო. მეცნიერები აქ უნდა ისხდნენ, საცავი აქ უნდა იყოს, საექსპოზიციო აქ უნდა იყოს და თქვათ, როდესაც ბავშვები მოვლენ იქ ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ალბათ 7-8 წელიწადია რაც ამოქმედდა ბატონ ბუბას დროს, აქ ეს ბავშვებიც უნდა მივიღოთ, მათი თვის გაკვეთილები უნდა ჩატარდეს, ლექციები უნდა ჩატარდეს, ემოცნებითი. ბატონო ზაზა, უნდა დავუბრუნდეთ ისევ კიდევ ერთ საჭიროებო საკითხს. ეს არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ხელფასებით, რომელიც არის ძალიან დაბალი, მიზერული იყოს, სულ ძალიან დაბალი ნიშნავსია. თუ იგეგმება თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა, თუ გეგმაში ან გადახედვა აი ამ პრობლემის შეძენა. და იგეგმება კი არა, ივლისში უკვე მიიღებენ 100-დან 200%-მდე გაზრდილ ხელფასს პრაქტიკულად. ეს არ არის რასაკვირველია დირექტორის დამსახურება, ჩემი არავით არის, მე ახალი მისული ვარ იქ. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტი ხელფასი ქონოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს განძს ჩვენი ქვეყნისა, მეცნიერები, ცალკე მცველები და მათი ხელფასი, ახლა ზუსტად რომ გითხრათ, თქვათ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხელფასი 320 ლარი, მას ექნება 850 ლარი. ანუ ზრდა საკმაოდ დიდია, ხომ? აქედან გამომდინარე, მე მგონი თანამშრომლები ამ ეტაპზე კმაყოფილები იქნებიან, იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ იქნება რაღაც. იქნება კიდევ მატება, დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში მინისტრი გვპირდება ნამდვილად ამ საკითხის კიდევ ერთხელ დაყენებას მთავრობის წინაშე. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ბუბა კოდავას ღია წერილი თქვენს მიმართ. სამწუხაროდ მე არ წამიკითხავს ეს წერილი, მაგრამ შინაარსი მე წამიკითხეთ, იყო რჩევების სახით, ზოგადად ბატონი ბუბა რაღაც კონკრეტულ რჩევებს გაძლევთ, ზოგადად ვის რჩევას იტყვალისწინებთ ყველაზე მეტად და თუ გადახედავთ ამ წერილს თუ დაინტერესდებით, რომ მის რჩევას თქვენთვის გასათვალისწინებელი იყოს. ჩემთვის გასათვალისწინებელია ყველას რჩევა, მათ შორის ბუბას რჩევა, რომელმაც ვიმეორებ, აი რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო თავის დროზე ინსტიტუტში, უпростоრად ცენტრში, ბევრი რამ განხორციელდა, ბევრი რამ გაგრძელდება და განხორციელდება. ანუ ის პროექტი, რომელიც დაწყებულია, ბუნებრივია გაგრძელდება. ცხადია და მე ახალზეც უნდა ვიფიქროთ უკვე, ხომ, თავისთავად ცხადია. ჩემთვის მაგალითად ახლა ჩვენ მთავარ კონსულტანტად მოვიწვიეთ ხალბატონი მზე ხალაშანიძე, ცხადია მისი რჩევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონ ზაზა ალექსიძის, რომელიც აი ამ ხელნაწერთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. რასაკვირველი ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე, რომელიც რჩევა გასათვალისწინებელია, ასევე ყველა თანამშრომლის და მათ შორის რასაკვირველია ბუბასი, რომელიც 9 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ამ შენობას. რასაკვირველია, მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც რაღაც ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს აი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რაც ეხება ხელნაწერებს. ეს არ არის უბრალოდ ჰუმანიტარული ინსტიტუტი, ჰუმანიტარული მიმართულების. ეს არ არის უბრალოდ ისტორიის ინსტიტუტი ან ლიტერატურის ინსტიტუტი. ეს არის ვიმეორებ პრაქტიკულად კრებითობა სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის. ეს არის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, ეს არის უპირველეს ყოვლისა საცავი იმ ჩვენი დიდი საუნჯის, ეს არის სამუზეუმო საექსპოზიციო მიმართულებაც გვაქვს ჩვენ და შემიძლია საგანმანათლებლოც რა. და აი ამას ემატება ის საგანმანათლებლო, რომელიც ბოლო დროს ძალიან ასე ვთქვათ, კარგად ამოქმედდა. ისე რომ რამდენიმე ფუნქცია და ამიტომ ჩაიწერა კიდეც ჩვენს წესდებაში, ახალ დებულებაში, რომ ეს არის არა მარტო სამეცნიერო კვლევითი, არამედ სამეცნიერო კვლევითი და კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულება. იმიტომ რომ ეს მართლა ითავსებს აი ამ ფუნქციებს და ცხადია, მე იმიდან დავიწყე, რომ მე არა ვარ ის ადამიანი, რომ ესეთი საკითხები, როგორც არის
უპირველეს ყოვლისა თქვა დაცვა ხელნაწერის და მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ ეს ყველაფერი რაღაც დირექტორის ბრძანებით მოხდეს ეს ყველაფერი. ჯერჯერობით უნდა გითხრათ, რომ დირექტორი ყველაფერს არ წყვეტს ამ დაწესებულებაში. სამეცნიერო საბჭო არის განსაზღვრელი სამეცნიერო პოლიტიკის და განვითარების. აქედან გამომდინარე, მე სრულებით არ ვაპირებ, რომ სამეცნიერო საბჭო იყოს უბრალოდ საბჭო. საბჭოსთვის არა. ეს იქნება ნამდვილად ქმედითი სამეცნიერო საბჭო, რომელიც მიიღებს ძირითად გადაწყვეტილებებს სამეცნიერო განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბრისთვის ნამდვილად კარგი ფული და მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ხართ, ამიტომ წარმატებას უნდა გითხრათ, რომ მით უმეტეს ახალ შენობაში გადასვლა ჩვეულებრივი დაწესებულებისთვის არის რთული და მით უმეტეს როცა მილიონობით თუ არა მილიარდობით ქონებასთან როდესაც საქმე და ამის ყველაფრის ტრანსპორტირება, ამის დაცვა, ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ყველაფერი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში დაუბრუნდებით და მოგიყვებით უკვე საკრებულოს ახალი კონკურსის შესახებ, რას ითვალისწინებს, რა არის მიზანი და გველოდეთ რამდენიმე წუთში.